გამოგზავნოთ გამოშვებას ჯანდაცვის სამინისტრომ რეგიონში სადაზღვევო კომპანია ASI გრუპის კლინიკები გამოისყიდა. ASI გრუპის გარდა საუბარია GPI ჰოლდინგსა და ირაოს კუთვნილ ჯამში 9 კლინიკის გამოსყიდვაზე. შეგახსენებთ 2 წლის წინ სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით კომპანიებს რეგიონებში 100 საავადმყოფო უნდა აეშენებინათ, თუმცა საავადმყოფოების მუშაობა სადაზღვევოებისთვის წამგებიანი აღმოჩნდა. მთავრობამ მიმდინარე წლის აგვისტოში რეგიონებში ფინანსურად წამგებიანი კლინიკების გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების მთავარ საფუძვლად სადაზღვევო მომსახურების უწყვეტობა დასახელდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბიზნეს კონტაქტთან საუბარში აცხადებს, ჯამში სახელმწიფოს რეგიონებში სადაზღვევო კომპანიების კლინიკების გამოსყიდვა 12 მილიონ ლარამდე დაუჯდება. უკვე დამთავრდა მოლაპარაკებები და ყველა პროცედურა ASI ჯგუფთან. სახელმწიფომ უკვე გამოისყიდა 4 ასეთი სამედიცინო ცენტრი, ეს არის ონში, ამბროლაურში, ცაგერში და მესტიაში. პირვანდელი მონაცემებით დაახლოებით 15 მილიონ ლარამდე იყო საუბარი, თუმცა მოლაპარაკების პროცესში, აგრეთვე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ ეს ციფრი გაცილებით ნაკლებია, ASI ჯგუფის შემთხვევაში ეს შეადგენს 5 მილიონამდე ლარს, ხოლო ორი დანარჩენი კომპანიის შემთხვევაში, ანუ ირაოსა და GPI ჰოლდინგთან ერთად შეადგენს დაახლოებით 7 მილიონამდე ლარს.